გურჯაანის სპორტული გაერთიანების საჭადრაკო კლუბის ახსელზრდელები ეროვნული ჩემპიონატისთვის ემზადებიან. სპორტის დამსახურებული მოღვაწის გიორგი ქიტესაშვილის ინფორმაციით, ბათუმში დაგეგმილი საქართველოს პირველობა ასაკობრივ ჯგუფებს შორის ჩატარდება, სადაც 5 გურჯაანელი სპორტსმენი იასპარეზებს. პირველი-მეორე ადგილზე გასული მოჭადრაკეები კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზურს დაეუფლებიან. აპრილის თვეში ტარდება საქართველოს პირველობა ფინალურ ასაკში. ეს არის ასაკობრივი ჯგუფები, სადაც უკვე ჩვენი მოჭადრაკეები გასულები არიან ფინალში. 5 მოჭადრაკეა ჩვენი გასული ფინალში, ასაკობრივ ჯგუფებს შორის და იმედია რომ ხუთავეს დააფინალებს ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობა და ყველა მიიღებს მონაწილეობას. მანავდეს კიდევ დარჩენილი არის კიდევ ერთი თვე, მაგრამ ჩვენ ძალიან ძლიერად ვემზადებით, გავდივართ ეტაპობრივად თეორიულ მეცნიერებას, ასევე პრაქტიკულ მეცნიერებას. ჩვენ უკვე ჩავატარეთ სპარინგები თელავში. ვაპირებთ ჩასვლას ყვარელში, სიღნაღში და დედოფლის წყაროში. ამას აუცილებლად მოახერხებთ, ჩავატარებთ ამ სპარინგებს, მოგახსენებათ რომ ერთი ტურნირი უდრის დაახლოებით ერთვიან მეცადინეობას და ეს ბავშვებს ძალიან წაადგება მომავალი ტურნირისათვის. იქ სადაც ჩვენ უნდა ვითამაშოთ ფინალები, ეს ჩატარდება ქალაქ ბათუმში. ძალიან საინტერესო იქნება, ამავე დროს პასუხისმგებელი ტურნირია, იმიტომ რომ იქ გამარჯვებული პირველ ადგილზე გასული გადის სოფლიო პირველობაზე, მეორე ადგილზე გასული გადის ევროპის პირველობაზე და თანაც ყველაზე საინტერესო ის არის და სასარგებლო ჩვენთვის რაიონისთვის და ბავშვებისთვის რომ ისინი დაფინანსდებიან საქართველოს ფედერაციით, ანუ თანხებს გაიღებს საქართველოს ფედერაცია. ძალიან ძვირი ჭირდება მათი დაფინანსება, ამას უზრუნველყოფს საქართველოს ფედერაცია.